გამარჯობა, მოგესალმებით აბიტურიენტებო და უკვე სტუდენტებო. ვინც აბიტურიენტი ხართ კიდევ წარმატებას გისურვებთ შემდეგში და სტუდენტებს კიდევ გილოცავთ სტუდენტად გახდომას და წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც. პირველი საკითხი, ისე იგი პირველი ვარიანტის პირველი საკითხი, ზოგადად პირველი საკითხი მარტივი არის ძალიან, აქ არც გავაჩვევ, ჩავწერი მოქმედებათა თანამიმდევრობა, აქ არის ესე იგი წილადების, აწილადების ურთიერთმოქმედება ერთმანეთში, ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს. ამიტომ ამაზე არ შევჩერდები. მეორე საკითხი იყო, რომ ნატრალური არიცხვი 6-ზე გაყოფისას ნაშთი გვაძლევს 3-ს, რას მოგცემს? თუ ამ რიცხვს ნატრალს 8-ს დავუმატებთ, ისევე 6-ზე გაყოფისას რა ნაშთს მოგცემს? ესე იგი, თუ 8-ს დავუმატებთ, იქ 1 ცალი 6 კიდევ ჩაეტევა, დაგვრჩება ნაშთი 2, კიდევ დარჩენილი ნაშთი გქონდა 3, 2 და 3 ნაშთი სულ გვექნება 5. შემდეგ 10%-იანი 200 კონცენტრაციის 200 გრამ მარილხსნარს დაამატეს 50 გრამი მარილი, რამდენი პროცენტი გახდა მარილის კონცენტრაცია ახალ ხსნარში. ისე იგი იყო საწყისი ხსნარი, სადაც 10% იყო მარილი და სულ იყო 200 გრამი ეს ხსნარი, დაუმატეს სუფთა მარილი 50 გრამი რაოდენობით და მიიღეს ახალი ხსნარი. და გავიგოთ ამ ახალ ხსნარში რა პროცენტიული რაოდენობა უჭირავს მარილს. რაოდენობრივად ის გახდებოდა 250 ჯამში, შეერია 250 გრამია. ეხლა ვნახოთ, აქ მარილი რა რაოდენობს ხო? 200-ის 10% 20 გრამია, 20 გრამს კიდევ 50 გრამი დაემატა და გახდა 70 გრამი. 70 გრამი პროცენტულად იქნება 70 შეფარდებული 250-დან გამრავლებული 100%-ზე. 50-ზე გავყოთ, გვიქნება აქ 2, აქ იქნება 5. 70 გავყოთ 5-ზე 14-ია, 14 ჯერ 2 არის 28. 28% არის ახალ ხსნარში მარილი. შემდეგ კვადრატში ჩახაზულია წრეწირი, კვადრატის პერიმეტრი 4-ია. ამ წრეწირის სიგრძე უნდა ვიპოვოთ. თუ პერიმეტრი 4-ია, კვადრატის გვერდი, თითოეული გვერდი 1 ტოლია და რადიუსი, ნახეთ, რადიუსი წრის იქნება 1/2. 1/2, ხოლო სიგრძის ფორმულა არის 2πr, ხომ ასეა 2πr. წერი ერთგანაც 1/2-ია, ბარემ ვამრავლეთ 1/2-ზე. 2 და 2 შეიკვეცება ამ ნიშნულში და გვექნება პასუხად π. შემდეგ მოცემულ სამკუთხედში მოცემულია, ასე იგი, ბისექტრისებია გადაკვეთილია O წერტილში. ბისექტრისები B კუთხე არის 80 გრადუსი, C კუთხე არის C არის 80, B არის 70 და უნდა ვიპოვოთ AOB. აი ეს კუთხეა ჩვენი საბოვნი კუთხე. რადგანაც ბისექტრისებია, ეს იქნება ასე გაყოფილი შუაზე 40-40 გრადუსი. 40-40, ბარემ დავაწეროთ, რაც შეგვიძლია, ესე იგი, B არის 35 გრადუსები. ეხლა თუ ეს კუთხე იყო, ეს და ეს კუთხე ჯამში 150-ს გვაძლევს, ეს კუთხე არის 30 და გამოდის 15-15 გრადუსი, 15-15 გრადუსი. ეხლა თუ ავიღებთ სამკუთხედს ABO-ს, ამ სამკუთხედში ორი კუთხე უკვე ვიცით, 15 და 35 ჯამი 50-ია და 180 დიაგლი 130, ანუ ეს კუთხე ჩვენი საძიებელი 130 გრადუსის ტოლია. 130 გრადუსი. გავამარტოთ გამოსახულება, მინუსი ხარისხში ნიშნავს, რომ ამოტრიალდება, ესე იგი რიცხვი შევნებული რიცხვი იქნება და გვექნება 3a მე-20 ხარისხში ფესვში. 20 ხარისხიდან ამოდის ფესვი და იქნება 3a 10 ხარისხში. 3a 10 ხარისხში. ეს იქნება პირიქით 1 შეფარდებული 27-თან, ეს მე-10 ხარისხში. ფესვი აქედან ამოდის არის 3 მე-3 ხარისხის ფესვი და იქნება გამრავლებული 1/3 მე-10 ხარისხში. 3 გვაქვს მე-10 ხარისხში მრიცხველში, 3 მე-10 ხარისხში ნიშნულში შეიკვეცება და გვჭება A მე-10 ხარისხში. თუ მოცემულია, რომ A და A plus B არის 3-ის ტოლი, ხოლო AB ნომრალი 1-ის ტოლია, რას უთრის A კუბს პლუს B კუბი. ფორმულა ვიცით ამისი, გავაგრძელოთ, ესე იგი A plus B შემოკლებული განმავლობის ფორმულა A კვადრატს მინუს AB პლუს B კვადრატი. ეხლა კიდე რაც ვიცით, ყველაფერი ჩავსვათ. ესე იგი A plus B 3-ის ტოლია, 3 გამრავლებული A კვადრატი არ ვიცით, პლუს B კვადრატი არ ვიცით, მაგრამ AB 1-ის ტოლია, გამოკლებული 1. ეს შეგვიძლია გავიგოთ ისევ ამის კვადრატში აყვანეთ. ანუ A plus B-ს თუ ავიყვანთ კვადრატში, გვექნება A კვადრატს პლუს B კვადრატი პლუს 2AB. 2AB. ეს 3 იყო და კვადრატში იქნება 9. ანუ 9 უდრის A კვადრატს პლუს B კვადრატი, დავუმატოთ AB 1-ის ტოლია, 2 ჯერ 1 იქნება 2.
ანუ ეს გამოვიდა 7 სტოლი, რომ მივიღოთ ჭეშმარიტელობა, ანუ a კვადრატს პლუს b კვადრატი არის 7 სტოლი. ჩავსამთ აქ, იქნება 7-ს გამოკლებული 1 6-ია, 3-ჯერ 6 იქნება 18. მეორე საკითხი. კას რა მნიშვნელობისთვის, ეს არის k. კას რა მნიშვნელობისთვის არის აი ამ ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა -7 სტოლი. რადგანაც მინუსი აქვს აქ კოეფიციენტს, ამიტომ პარაბოლა არის შტოები ქვემოთ აქვს და მისი უდიდესი მნიშვნელობა იქნება წვეროში. ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა იქნება წვეროში, აი ამ მნიშვნელობას ვიპოვით და შემდეგ ვიპოვით x და შემდეგ მნიშვნელობას x-ზე. ანუ წვეროს კოორდინატების წვეროსთვის ჩაიწერება ფორმულაზე x0 არის -b, ანუ -6 იქნება 6 შეფარდებული 2 100-თან, აკი -1-ია, -2 მივიღეთ -3. ანუ ეს არის -3 და უნდა ვიპოვოთ აი ამის y უნდა ვიპოვოთ ფუნქციის მნიშვნელობა აქ. ანუ ჩავსვამთ აქ, ესე იგი f-ი -3-ზე იქნება კვადრატში 9 არის, მაგრამ მინუსი წინა აქვს მაინც და გვექნება -9. მინუს იქნება +6/3 18 დამატებული k. ეს მოცემულობით იყო 7 სტოლი. აქ გვექნება 9, 9-ს უნდა დავუმატოთ -2, რომ გახდეს 7, ანუ k არის -2 სტოლი. 9 საკითხში. OXY მართკუთხა საკოლონო სიბრტყეში მდებარე აწრფე გადის 0, -5, 5, 0 წერტილებზე. ქვემოთ მოცემული ფუნქციებიდან რომლის გრაფიკი არის პარალელური აწრფის. წრფის პარალელური გრაფიკი რომ იყოს, მას კოეფიციენტი x-ის წინ ჰქონდეს ტოლი ამის. აქედან თვითონ ეს წრფები არც ერთი არ არის ერთმანეთის პარალელური, იმიტომ რომ მას 1 აქვს კოეფიციენტი, ამას 2, -1 და -2. თუ რომელიმე ტოლი იქნება კოეფიციენტი ამ წრფისა, რომელზეც ეს გადის, მაშინ იქნება ჩვენი პასუხი ეს წრფები. ახლა შევადგინოთ წრფის განტოლება ორივესთვის. სტანდარტული სახით y უდრის kx-ი პლუს b-თვის. ავიღოთ პირველი წერტილი. y -5-ია. -5 უდრის k0-ია b-ს, ანუ b -5 სტოლია. ახლა მეორესთვის შევადგინოთ. ესე იგი y 0-ია. 0 უდრის 5 k-ს, b კიდე -5 იყო. -5. საიდანაც k 1 სტოლი გამოვიდა. მივიღეთ ახალი წრფე, ანუ წრფე იქნება, ახალი წრფე, ანუ ამ წრფის განტოლება იქნება y უდრის x-ს -5. ასე კი გვაქვს პირველი წრფე პარალელური არის, აი ამისი კოეფიციენტი x2-გან 1 აქვს. შემდეგ მეათე საკითხში, თუ x-ი ეკუთვნის 4 პლუს ასრულობა, მაშინ აი ეს გამოსახულება რის ტოლ შეიძლება იყოს. რადგანაც 4-ზე მეტია ეს რიცხვები, აქ რაც არის 3-ზე გამრავლების დროს გვაძლევს 12-ზე მეტ რიცხვს ყოველთვის და მოდული შიგნით უარყოფითია. და რომ გავხსნათ მოდული, დადებითი უნდა იყოს, ამიტომ -1-ზე ვამრავლებთ და გვექნება ზოგადად 3x - 12 პლუს 6x პლუს 3x, ანუ უდრის 6x პლუს 12 -12. კარგი, შემდეგ ამით სამაში საკითხში ესეთი პირობი. OXY საკოლონო სიბრტყეზე მოცემული ABC ტოლგვერდა სამკუთხედი, რომლის AB გვერდი მდებარეობს აფსისათა ღერძზე. ხოლო ორტათა ღერძი ამ სამკუთხედის სიმეტრიის ღერძია. AC გვერდის შუა წერტილის აფსისა ფესვისამია, იპოვეთ C წერტილის ორდინატა თუ დადებითი რიცხვია. ესე იგი, აი C-ს Y უნდა ვიპოვოთ. თუ ეს ფესვისამია, ნახეთ, მაშინ აქ ხო გვაქვს 60-იანი კუთხეები. ესენი გახდა 30, ეგეც 30, ეგეც 30 და აი ეს არის ამ სამკუთხედის, მსგავსი სამკუთხედია ეს სამკუთხედიც. და ეს შეფარდებული ეს გვერდი ამასთან უდრის ეს შეფარდებული ამასთან და ეს შეფარდებული ამასთან. ანუ თუ ეს იყო შუა წერტილი, ასაც შუა წერტილი აქვს. ეს ფესვისამია, მთლიანად იქნება 2 ფესვისამი. ანუ ეს იქნება 2 ფესვისამიდან ეს გვერდი. აი იქნება 2 ფესვისამიდან. ანუ მთელი გვერდი სიგრძე იქნება 4 ფესვისამიდან. ამიტომ ეგეც 4 ფესვისამიდან არის აი ამის სიგრძე 4 ფესვისამიდან ეს სიგრძეა. და მაშინ ჩვენ გვინდა ამის რო ვიპოვოთ C-ს კოორდინატი y, ანუ ეს არის კათეტი, აი ამის კვადრატს გამოკლებული ამის კვადრატი, ანუ ჰიპოტენუზას გამოკლებული კათეტი კვადრატებში. ანუ გვექნება 4 ფესვისამიდან კვადრატში რო ვიყოთ 16 × 3 არის 48, 48-ს გამოკლებული 4 × 3, ეს არის 12. ეს იქნება ფესვი 36-დან, ანუ პასუხად მივიღებთ 6 და C-ს კოორდინატა გამოვიდა 6. ესე იგი C იქნება 0, 6, ანუ Y მას ექნება 6 სტოლი.
შემდეგი მაგალითში, ესე იგი, იპოვეთ უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც აღემატება აი ამ გამოსახულებას. ჯერ ეს გავიანალიზოთ 5 ფესი 33 იყო ახლა, 33 იყო. ფესი 33 დაახლოებით რა არის, ესე იგი, თუ ავიღებ მეხუთე ხარისხის ფესი 32-დან, ეს არის 2 სტოლი და ეს კი მეტია მასზე. ანუ ეს 2-ზე მეტია. ოდნავ მეტია 2-ზე. ანუ რა გვექნება 1/2-ს დამატებული 2, დაახლოებით 2 რაღაც 0. ანუ 2/9 3-ს არ აჭარბებს. ანუ ყველაზე პირველი ყველაზე რიცხვი, უმცირესი რიცხვი, რომელიც აღემატება აი ამას, იქნება 3, არის შემდეგი მთელი რიცხვი. პასუხი არის 3. ჭირმოდე ნამაში. ქვემოთ მოცემული შუალედებიდან, რომელში არის ეს ჩვენი მოცემული ფუნქცია კლებადი. -3 კოსინუს x. ეხლა აი ამ შუალედებიდან, რომელში არის ეს კლებადი ჩვენი ფუნქცია, რომელში იკლებს. ასე იგი უნდა გავიაზროთ, რომ ეს კოსინუსის ფუნქცია, ჯერ დავხაზოთ კოსინუსის ფუნქცია. დაახლოებით ესეთი გრაფიკი აქვს უხეშად რომ ვთქვათ. და რადგანაც გამარჯვებული მინუსი აქვს კოეფიციენტი, ეს ყველაფერი შეტრიალდება პირიქით, და ესე იქნება. ანუ სადაც დადი იყო ფუნქცია, იქ გახდება კლებადი. და სამი უბრალოდ ამრავლეს მას, ჯიდი გახდება უბრალოდ ფუნქცია, გაიზრდება სიდიდეში, თორემ შეტრიალდება, სადაც დადი იყო, იქ ხდება კლებადი. ახლა ეს ვნახოთ ყველაფერი ჩვენ ერთეულოვანი წრეწირების მაგალითებზე. პირველ რიგში ეს დავიყვანოთ და გვექნება, ეს არის -8 პიც მინუს π მეოთხედი, ხო ასეა? ანუ ესე იგი -8 π მეოთხედს მინუს π მეოთხედი. ეს ხომ პერიოდია, ანუ დაგვრჩება -π მეოთხედი აი აქა. ეს არის -π მეოთხედი. ეს კი არის 8 π მეოთხედს -8 π მეოთხედს პლუს π მეოთხედი, ანუ გვექნება ესე იგი ისევ ახლა დადებითი π მეოთხედი. ანუ ესე იგი გვექნებოდა -8 მეოთხედ პის დამატებული π მეოთხედი. ხო ასეა? და გვაქვს π მეოთხედი ნამდვილად. აქაც შეგვიძლია ჩავწეროთ ესა, ეს არის 6 π მე-13. ანუ π მეოთხედი ქონდა, აქა π მე-13 გვაქვს მოცემულობაში 6 π მე-13 -6 პლუს π მე-13. ეს ისევ პერიოდია და გვაქვს π მე-13. აქა გვაქვს π მე-13 -4 π მე-13, ეს არის -6 π მე-13 პლუს 2 π მე-13 და გვექნება 2 π მე-13. აი ეს შუალედები ბარემ გავიმარტივოთ, დანარჩენები გავტოვოთ ესე. ეხლა ესე იგი თქვათ, თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში დადია, უნდა ვიკუსოთ პირიქით. -π მეოთხედი ეს არის ესე -45-დან 45-მდე, ასე, აი ასე. კოსინუსი კი როგორ არის? -1-დან 1-მდე ასე იზრდება. ნახეთ რა მოვიდა, წავიდა და მე უკან დაბრუნდა. ანუ არც დადია, არც კლებადი. ეს არ გამოგვადგებოდა მაინც არანაირად. ეხლა აქ ნახოთ, π მე-13 ეს არის 60 გრადუსი, 2 π მე-13 ეს არის 120 გრადუსი. ანუ აქ იკლებს. ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგრამ როცა მინუსი გვაქვს, მაშინ მომატებულია. იმატებს, არ გვინდა ესე იგი დადი. ავიღოთ შემდეგი π მე-13-დან 3 π მე-4-მდე. ანუ π მე-13 60 გრადუსია და ეს არის 150 გრადუსი. ანუ კი იკლებს ასე, მაგრამ ჩვენ რადგანაც მინუსია, მოიმატებ და ამიტომ არ გამოგვადგება. პირიქით არ გამოგვადგება. ავიღოთ ეს 4 π მე-13-დან 7 π მე-4-მდე. ეს არის ესე იგი 240-დან 315 გრადუსამდე, ზოგადად დავიყვანთ ეს გრადუსებში. 240 გრადუსი არის დაახლოებით აი აქა, სადღაც და 315 აი აქ არის. აი ამ შემთხვევაში კოსინუსი იმატებს და მინუსის გამო დაიკლებს, ანუ საწინააღმდეგო იქნება და ეს არის ჩვენი სასურველი პასუხი. მოცემული სიმრავლეებისთვის ვიპოვოთ 100 გაერთიანება b და c-ს თანაკვეთასთან. მენის დიაგრამები დავხაზოთ ასე. A, B, C. ანუ A-ში გვაქვს 1, 3, 5, 7, 9, მაგრამ საერთო 3 აქვს 3-ვეს 3 აქ ჩავწეროთ. A-ს და B-ს საერთო აქვთ 1 აქვთ საერთო. მეტი არაფერი. B-ს და C-ს საერთო ერთმანეთთან აქვს, B და C-ს აქვთ 6 საერთო. B და C-ს აქვთ 6 საერთო და A და C-ს საერთო აქვთ ერთმანეთთან
9. დანარჩენი შევავსოთ ახლა. აქ დაგვრჩა კიდევ 5 და 7. B-ში დაგვრჩა კიდევ 2 არ ჩაგვიწერია და 4. ხოლო C-ში ყველა გვაქვს, ყველა გიწერია აქ. ახლა გვინდა ვნახოთ B-ს და C-ს თანაკვეთა. B და C-ს საერთო აქვთ 3 და 6. 3 და 6-ის გაერთიანება თვითონ 100-თან. ანუ A-ში რაც არის, იმას უმატებთ 3 მაინც შედიოდა და 6 უმატებთ A რაც არის, იმას უმატებთ 6. პასუხი იქნება 1, 3, 5, 6, 7 და 9 არის პასუხი. 18. რას უდრის იმის ალბათობა, რომ სამკუთხედის შიგნით შემთხვევით არჩეული წერტილი აღმოჩნდება ამ სამკუთხედის სამივე გვერდის შუა წერტილების შეერთებით მიღებული სამკუთხედის შიგნით. ეს გეომეტრიული ალბათობის დროს ჩვენ სასურველ ფართობს ვაფარდებთ მთლიან ფართობთან. ანუ ამ სამკუთხედის ფართობი შეფარდებული მთლიან სამკუთხედთან, მაგრამ ეს სამკუთხედი ამის მსგავსია მსგავსების კოეფიციენტით 1/2-ით. იმიტომ რომ თუ ეს შუა წერტილებია, ყველა გვერდი არის მოპირდაპირე გვერდის ნახევარი. თუ k არის 1/2, მსგავსების კოეფიციენტი, მაშინ ფართობების შეფარდება არის k კვადრატში. ანუ 1/2 თუ 1/4 იქნება შეფარდება ამ ფართობების. ამიტომ ალბათობა იქნება 1/4 ტოლი. 1/4 შეფარდება 1-თან იქნება 1/4. შემდეგი მე-19 ნომერში, ესე იგი უნდა ვიპოვოთ აი ამის ამონახსთა ჯამი უნდა ვიპოვოთ. ესე ჩავწეროთ ესე შემდეგნაირად 9x არის 3 ხარისხად 2x. ეს ჩავწეროთ ესე გავაცალკევთ 3 ხარისხად x გამრავლებული 3-ს. გადმოვიტანოთ +2 უდრის 0. შემოვიტანოთ აღნიშნვა, რომ 3 ხარისხად x a-ს ტოლია, გვექნება a კვადრატი -3a +2 უდრის 0-ს. ვიეტას თეორემით, ესე იგი ორი რიცხვის ნამრალი 2-ია და მათი ჯამი კიდე 3-ია, არის 2 და 1. ანუ a1 არის 2, a2 არის 1. უბრუნდებით ახლა ვაღნიშნოთ 3 ხარისხად x ყოფილა 2, ან 3 ხარისხად x ყოფილა 1-ის ტოლი. ეს არის იგივე 3 ხარისხად 0, ანუ x 0-ის ტოლია. აქ კი x არის ლოგარითმის გადავიდეთ, იმიტომ რომ არ ამოდის ფესვი აქედან, გვექნება ლოგარითმი ფუძით 3 2-სა. მათი ჯამი კი იქნება ისევ ლოგარითმი 3-ის ფუძით 2-ის ტოლი. შემდეგ მე-20 ამოცანაში მართლა სამკუთხედის ერთ-ერთი მახვილი კუთხე არის 60 გრადუსი, ხოლო მცირე კათეტის სიგრძე 5. ესე იგი 60-ის პირდაპირ უფრო დიდი კათეტი იქნება, იმიტომ 30-ის პირდაპირ მცირე იქნება. ეს არის 5-ის ტოლი, იპოვეთ რას უდრის ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. რადიუსი ზოგადად რადიუსი არის თუ მოხდება აი ესეთი შუა წერტილზე მედიანა არის ამისი, ეს გვერდი ეს უნდა ვიპოვოთ. ხო, ეხლა ეს თუ 5-ის ტოლია, აქ გვაქვს 30 გრადუსი, 5 არის ამის ნახევარი, ეს 10-ის ტოლია. 5, 5 და ეგეც 5 გამოვიდა. რადიუსიც გამოვიდა ჩვენი 5-ის ტოლი. ასე ეს. 5, 5 და 5. მოცემულია A და B ვექტორები, რომლებიც ურთიერთ პერპენდიკულარულია. უნდა ვიპოვოთ უცნობი x. თუ ვექტორები ურთიერთ პერპენდიკულარულია, ერთმანეთს მართობილია, მაშინ მათი სკალარული ნამრალი 0-ის ტოლია. სკალარული ნამრალი რა არის? x-ით ნამრალი x2-ზე დამატებული y1 y2-ზე უდრის 0-ს. ანუ -1 გამრავლებული 2-ზე იქნება -2 დამატებული 2x ეს უდრის 0-ს, 2x უდრის 2 და x 1-ის ტოლია. ეს არის ამისი პასუხი. შემდეგ 22-ში. ტურისტული ჯგუფი შედგება 18 ქალისა და 12 მამაკაცისაგან. 18 ქალისა და 12 მამაკაცისაგან. მათგან ინგლისურად საუბრობს 15 ტურისტი. 15 საუბრობს ინგლისურად ამათგან 30-დან. იმის ალბათობა, რომ ამ ჯგუფიდან შემთხვევით შერჩეული ტურისტი აღმოჩნდეს ინგლისურად მოსაუბრე ქალი, ეს ტოლია. იპოვეთ ეს უმცირესი შესაძლო მნიშვნელობა. ესე იგი, რაც შეიძლება მცირე რო იყოს ქალების რაოდენობა, 12 მამაკაცი უნდა საუბრობდეს ინგლისურად. მაშინ ქალების რაოდენობა დარჩა 3, იმიტომ რომ 15 უნდა იყოს სულ ჯამში. აქედან 3 უნდა ავიღოთ. ალბათობა იქნება უმცირესი მაშინ ის 3 შეფარდებული მთელ ჯგუფთან, რომელიც არის 30. ეს არის 1/1000. ანუ 0.1 არის ალბათობა, რომ უმცირესი რაოდენობის ქალი საუბრობდეს ამ ტურისტებიდან ინგლისურად. შემდეგი საკითხი არის, იპოვეთ აი ამ ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე. გავამარტივოთ ესა, გვექნება 4
სინუს კვადრატ x დამატებული 2 გამრავლებული 1 მინუს სინუს კვადრატ x. იგივეობა ტრიგონომეტრიული ძირითადი დამატებული 3. გავხსნათ, გვექნება 4 სინუს კვადრატ x დამატებული 2 გამოკლებული 2 სინუს კვადრატ x დამატებული 3 მივიღებთ. აქ გვექნება 2 სინუს კვადრატ x დამატებული 5. ეხლა ვითვალისწინებთ რა, რომ სინუს x არის კვადრატ x 0-სა და 1 შორის, ასეა. უმცირეს მნიშვნელობა მისი 0 იქნება, 0 ჯერ 2 0-ია პლუს 5. ყველაზე უმცირეს იქნება 5. თუ 1-ია მაქსიმალური, 2 ჯერ 1 1-ია, 2-ია, 2 დამატებული 5 იქნება 7. 5-7 ჩაკეტილი შუალედ იქნება მისი მნიშვნელობათა სიმრავლე. OXY საკოორდინატო სიბრტყეზე განვიხილოთ ყველა ისეთ სამკუთხედი, რომელთა წვერები მდებარეობს ამ მოცემული გრაფიკის ფუნქციის გრაფიკზე. ამასთან თითოეული სამკუთხედის ორი წვეროს კოორდინატა 0-ის ტოლია. ანუ აი ამის ნულებს ემთხვევა. აი ამის ამონახსნებს ორი წვერო, ხოლო მესამე წვეროს კოორდინატა უარყოფითია. იპოვეთ ამ სამკუთხედების ფართობებს შორის უდიდესი. ანუ აი ამისი ნულები არის -1 და 5 ვიეტას თეორემით, აი -1 და 1 2 3 5-ში გადის ეს გრაფიკი და -5-ში კვეთს 1 2 3 5 Y ღერს. ასეთი გრაფიკი გვაქვს. და ამ გრაფიკის სიმეტრიის ღერძი არის x უდრის 2. ანუ წვერო სადღაც აქ აქვს 2-ში. სამკუთხედის წვეროები თუ არის აი ეს და ესა, მაქსიმალურად უდიდესი სამკუთხედი რომ იყოს, მესამე წვერო უნდა დაემთხვეს აი ამ წვეროს, პარაბოლას წვეროს, ან ისეთ სამკუთხედი უნდა გამოგვივიდეს. ანუ ეს სიგრძე რომ ვიპოვოთ, უნდა ვიპოვოთ მნიშვნელობა 2-ში, ფუნქციის მნიშვნელობა y 2-ში უნდა ვიპოვოთ. x ხორია, გვექნება 4-ს გამოვაკლოთ 8, გამოვაკლოთ 5, ეს არის -9. ანუ -9-ში არის ისა. ეხლა ვიპოვოთ ამ სამკუთხედის ფართობს გვეკითხებიან, ხო? უდიდესი, ანუ ეს სამკუთხედის იქნება 1/2. პარალელი ფუძე გვაქვს 6-ის ტოლი. ხოლო სიმაღლე გამოგვივიდა 9 სიგრძეში. გვექნება 3 ჯერ 9, ეს არის 27, არის აი ამ ეს ფართობი. გამოთვალეთ ჯამი აი ამ გამოსახულების განტოლების ყველა იმ ამონახსნისა, რომელიც მოთავსებულია 0-2b შუალედში. ანუ ყველა ამონახსნი ვიპოვოთ და შემდეგ შევკრიბოთ. კოსინუსი უდრის 0-ს, ეს რა შემთხვევაში ხდება, როცა ზეგინახეთ ერთეულოვან წრეწვეზე ვნახოთ, კოსინუსი 0-ს უდრის π/9 და შემდეგ ყოველ π-ში. ანუ π/4 მინუს x უდრის π/9 დამატებული pk. სადაც k არის მთელი რიცხვი. საიდანაც x არის π/9 მინუს π/4 მინუს π/9 არის მინუს π/4 მინუს pk. და k არის მთელი რიცხვი და ახლა მოვსინჯოთ ყველა მთელი რიცხვები. დავიწყოთ, როცა k 0-ის ტოლია ჯერ. k უდრის 0-ს გვექნება x უდრის მინუს π/4-ს, მინუს π/4 ამ შუალედში არ არის, არ გამოგვადგება. k ავიღოთ 1-ის ტოლი. გვექნება მინუს π/4-ს, მინუს π უარყოფითია, ანუ დადებითები როგორც ჩანს ჩვენ არ გამოგვადგება, ავიღოთ k მოდით -1. როცა k -1-ის ტოლი, აი აქ ვსვამთ. გვექნება მინუს π/4-ს პლუს p. ეს არის x-ი გამოვიდა 3 π/4, 3 π/4, რომელიც ამ შუალედში არის და ნამდვილად გამოგვადგება. ავიღოთ k უდრის -2-ს. გვექნება მინუს π/4-ს პლუს 2p, ეს იქნება 7/4, ანუ x-ი გამოვიდა 7/4. 7/4. თითქმის ახლოს არ იყოს 3p-სთან. არა 3p-სთან, 2p-სთან, 2p არის უკვე და ნახოთ k უდრის -3, არ გამოგვადგება უკვე, იმიტომ რომ გვექნება +3, პლუს 3p-ს მინუს π/4, 2p-ზე მეტია, ამიტომ ეს არ გამოგვადგება და ჩვენი პასუხები იქნება ამათი ჯამი, ანუ 3 π/4-ს დამატებული 7 π/4, ეს არის 10 π/4, ანუ იგივე 5/2p. 26-ში
ესე იგი, გამონათქვამებიდან შეარჩიეთ, როცა ყოველთვის ჭეშმარიტიაო. პირველი, თუ სამკუთხა პირამიდის სამივე გვერდით წიბო ერთმანეთის ტოლია, მაშინ ეს პირამიდა არის წესიერი. პირამიდა რო წესიერი იყოს, ფუძეშიც უნდა იყოს წესიერი სამკუთხედი. და სამივე ტოლი წიბო არ ნიშნავს, რომ ფუძეშიც ტოლის წესიერი სამკუთხედია. შეგვიძლია ეს წიბოები ისეთნაირად განვათავოთ, ისეთნაირად დავხაროთ, რომ არ იყოს ტოლი გვერდები ფუძეში. არ არის ყოველთვის შეშმარიტ. თუ სამკუთხა პირამიდის სამივე გვერდით წიბო ერთმანეთის ტოლია ესენი, მაშინ ამ პირამიდის გვერდითი წახნაგები ერთმანეთის ტოლის სამკუთხედებია. ისევ და ისევ. შეიძლება მათ შორის სხვა კუთხეები იყოს, ამიტომ არ იქნება ესენი ტოლის სამკუთხედები ყოველთვის. თუ სამკუთხა პირამიდის სამივე გვერდით წიბო ერთმანეთის ტოლია, მაშინ ამ პირამიდის წვეროდან პირამიდის ფუძის გვერდებზე დაშვებული სიმაღლეები ერთმანეთის ტოლია. ანუ ესენიც ერთმანეთის ტოლია სიმაღლეები. არ ვინმე თქვი წეღან თუ სამკუთხედები ტოლები არ არის, მაშინ სიმაღლეებიც არ შეიძლება ტოლი იყოს, მათი შეიძლება არ იყოს ტოლი. და მეოთხე, თუ სამკუთხა პირამიდის სამივე გვერდით წიბო ერთმანეთის ტოლია, მაშინ ეს წიბოები პირამიდის ფუძის სიბრტყეებით თანაბარი ერთმანეთის ტოლი კუთხეებით არის დახრილი. ანუ ეს კუთხეები, რომლებიც აი აქ წარმოიქმნება, ეს კუთხე და აი ეს კუთხე, ტოლი უნდა იყოს და იქნება კიდევაც ტოლი. აი ამ სამივე წიბოს აქვს ერთი საერთო მართობი არის დაშვებული აქა და მიიღება სამი მართკუთხა სამკუთხედი. ეს სამივე სამკუთხედი არის ერთმანეთის ტოლი. რატომ? თუ ესენი ტოლია ვთქვით, ტოლი აქვთ მათ სიმაღლე, მაშინ მესამე კათეტის ტოლი იქნება და სამ ტოლ სამკუთხედს ყველა კუთხეებიც კუთხეები ტოლი ექნება და ეს კუთხეების ტოლია, ამიტომ მეოთხე არის სწორი, ყოველთვის ჭეშმარიტი. 27-ში OXY საგრძნო სიტყვაზე მოცემულია ორი გარდაქმნა. ეს ხერხული სიმეტრია აქვს სათახების სიმართ, აი ამ სიმართ არის სიმეტრია და შემდეგ არის ვექტორით განსაზღვრული პარალელური გარდაქმნა. იპოვეთ B წერტილის კოორდინატები თუ ისე იგი ხერხული სიმეტრიით მიღებული წერტილი ემთხვევა პარალელური გარდაქმნით მიღებულ A წერტილს. ისე R-მ გადაიტანეს ემთხვევა B-ს გადაიტანილ წერტილს. ისე A-ს კოორდინატები -2, 5 და ვიპოვოთ B წერტილი. ჯერ ნახოთ, ესე იგი A გადავიდა, A წერტილი გადავიდა, ესე იგი -2, 5 წერტილი, გადავიდა 3, -1 წერტილით, სად გადავიდა? -2 დამატებული 3 არის 1, 5 დამატებული -1 არის 4. ესე იგი 1/4-ში გადავიდა ეს წერტილი, რომელიც სიმეტრიულია B წერტილის OX-ის მიმართ. ანუ თუ ეს 1/4-ია, მის სიმეტრიული წერტილი იქნება -1 -4, ანუ 1 - 4 არის სიმეტრიული, ეს არის B წერტილი. კიდევ ერთხელ, ესე იგი, B-ს სიმეტრიული წერტილი ემთხვევა A-ს გადატანით მიღებულ წერტილს და ეს არის 1 - 4 წერტილი. შემდეგი, ეს არის 28-ე, უმარტივესი არითმეტიკული პროგრესიის პირველი წევრი 7 წევრია, მე-7 და მე-15 და 66, რასთვის სხვაობა. ჩავწეროთ ესე იგი, ისე რომ A7 დამატებული A15 იქნება, ესე იგი A1 დამატებული 6D, ეს იქნება A1 დამატებული 14D, ეს არის 76, 2A1, A1 7 იყო, 14, 14-ს დავუმატოთ 20D, ეს არის 76-ის ტოლი, საიდანაც 20D უდრის 62-ს და D უდრის 3.1-ს. ეს 3.1. 3, 1 და 5 - 1 წერტილებზე გამოვალ წერტილზე მოძრაობს წერტილი. როგორ შეიძლება ამ წერტილის აბსცისა, თუ მისი ორდინატა შემცირდება 3 ერთეულით. აღიქვთ მაგალითად -3 1 წერტილი და თუ გვექნება ესე შემცირდება 3-ით 1, ანუ იქნება -2, მაშინ x-ი რამდენი იქნება? რამდენით შემცირდება ან გაიზრდება x. ისე შევადგინოთ წრფის განტოლება აი ამ ორი წერტილით, გვექნება y უდრის kx პლუს b-ს მიხედვით. გვექნება 1 უდრის -3k პლუს b და -1 უდრის 5k პლუს b. გამოვაკლებთ ორივე განტოლებას ერთმანეთს, გვექნება 1 - -1 არის 2 -8k b-ს გამოვაკდება ერთმანეთს, იქნება k ტოლია -1/4. ეხლა b უნდა ვიპოვოთ, ესე იგი ჩავსავთ აქ რომელიმეში და ისევ და აი ამას ჩავსვათ, თქვათ. ეს იყო 3k. კარგი, 1 უდრის -3 ჯერ -1/4 იქნება 3/4
დამატებული b. საიდანაც b იქნება 1/4 სტოლი. b 1/4 სტოლია და მივიღეთ განტოლება, ესე იგი ახალი წრფის, ეს არის y, ამ ახალი წრფი არის, აი ამ წრფის განტოლება, ეს არის y უდრის -1/4 x + 1/4. ეხლა ავიღოთ ეს წერტილი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ჩავსვათ -2 აქა. x-ის y-ის ადგილას გვექნება -2 უდრის -1/4 x + 1/4, ეს გადავიტანოთ იქით -1/4, გვექნება -9/4 უდრის -1/4 x, საიდანაც x-ი 9 სტოლია. ესე იგი 9-2. თუ ესე იგი x-ი y-ი 3 ერთეულით შემცირდა, x-ი გაიზარდა 12 ერთეულით, -9 12 ერთეული, ანუ პასუხი აქ არის 12 ერთეულით. შემდეგ მოცემული გვაქვს AB არის ორი თანაუკლეთი წრეწირის საერთო გარემხები წრფე, სადაც A და B წრეწირთა შეხების წერტილებია. შეხების წერტილები ანუ ხებისა ეხება, აქ მართი კუთხე გვექნება რადიუსებთან. იპოვეთ AB სიგრძე, თუ ცნობილია რომ აი ამის რადიუსი 6, ამის რადიუსი 1 სტოლია, ხოლო ცენტრებს შორის მანძილი 13 სტოლია. ეს არის იგი მიღებული ფიგურა არის ესე გადმოვხაზავ მართკუთხა ტრაპეცია, ესეთი. ეს 13 იყო, ეს 6 და ეს 1. აქ თუ დავუშვებ ჩვენ სიმაღლეს, ეს 6 თუ იყოდეს 1, დარჩება 5 და პითაგორას სამეული გვაქვს 13, 5 და ეს უნდა იყოს 12. ანუ AB სიგრძეც გამოვიდა 12 სტოლი. 9 ადამიანიდან საჭიროა შეირჩიეს კომიტეტი 4 წევრის შემადგენლობით. რამდენი სხვადასხვა გზით შეიძლება კომიტეტის შედგენა, თუ ამ 9 ადამიანის შორის არის 2, რომელთაგან კომიტეტში შესაძლებელია მხოლოდ 1-ის არჩევა. ანუ პირობითად ვთქვათ, რომ 2 ადამიანი ერთმანეთს არ ელაპარაკება და ისინი ერთად არ უნდა მოხვდნენ. ესე იგი, პირველი ვარიანტი ავირჩიოთ ის ერთი ვარიანტი ის არის, რომ რაოდენობა ადამიანების ის არის, რომ ესენი არც ერთი არ იყოს, ეს ამ ორიდან არც ერთი კომიტეტში არ მოხვდეს, 4-ვე იყოს სხვა ადამიანები, ეს იქნება 7-დან 4-ის არჩევანი, ანუ C7-დან 4 არის რაოდენობა იმ ადამიანების, რომელთაგან ეს ნაჩხუბრები არ არიან ამათში. გამოვთვალოთ, ეს იქნება 7-ის ფაქტორიალი 4-ის ფაქტორიალთან და 3-ის ფაქტორიალთან. თუ შევკეცათ, გვექნება 5 ჯერ 6 ჯერ 7, ეს არის 6, მივიღეთ 35 არის ის რაოდენობა, სადაც არ არიან ნაჩხუბარი ადამიანები, ნახოთ. ეხლა ის რაოდენობა გვინდა, როცა ერთ-ერთი მათგანია ამ 4-დან და 3 დანარჩენია. ანუ იმ 2 ადამიანიდან არჩევის ვარიანტი გვაქვს C2-დან 1. ეს მაინც 2 ვარიანტია, იგივე 2-ს ნიშნავს, ხო? ჯერ 1-ს გადავამრავლებთ, 1-ს ავიღებთ ამ 3-თან და ან მერე მეორეს, ანუ ორჯერ მრავლდება. მეორე იქნება C უკვე 7-დან 3, ანუ 1 ადამიანი ნაჩხუბრებიდან და 3 დანარჩენები. ეს 2 სტოლია, როგორც ვთქვით, გამრავლებული 7-ის ფაქტორიალი, 3-ის ფაქტორიალზე და 4-ის ფაქტორიალზე. იგივე მივიღეთ, ეს არის 2 ჯერ 30 სტოლია. და საიდანაც მივიღებთ საბოლოოდ 35-ს დამატებული 70, 105 არის ვარიანტების რაოდენობა. შესარჩევი. გეომეტრიულ პროგრესიაში, რომელიც არის ესე იგი დადებით წევრებიანი, უნდა ვიპოვოთ მნიშვნელოვანი გეომეტრიული პროგრესიის. ორივე პროგრესია ძალიან მარტივი ვარიანტებია შერჩეული, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ითვალისწინებენ დღევანდელ მდგომარეობას ბავშვების და სკოლების ზოგადად. სავალალო მდგომარეობას. ხო, ანუ ესე იგი, ზოგადად B2 და B4 თანაბად დაშორებულია B3-დან. ამიტომ ის არის B3 არის საშუალო არითმეტიკული გეომეტრიული ამწევრების, იგი B2 და B4-ის ნამრავლი. ესეთი არის. ეს არის 12 სტოლი. B3 12 სტოლი ყოფილა. ეხლა B5. B3 და B5, B5 რა გამოვიდა, ესე იგი B3 12-ია, B5 გამოვიდა 48. ასეა, B5 არის 48. ნიშნულს რაც შეეხება, ნიშნული არის B5 რომ გავყოთ B3-ზე, კვადრატში იქნება ნიშნული მაშინ. ანუ B5 შეფარდებული B3-თან. ეს არის 48 გაყოფილი 12-თან, ეს არის 4 სტოლი. რადგანაც დადებით წევრებიანია, ეს აუცილებლად დადებითი უნდა იყოს, ამიტომ ნიშნული იქნება 2 სტოლი. კიდევ თუ ესე უარყოფითი არის ნიშნული, მაშინ
მონაცვლეობით იქნება ნიშნები, იქნება პლუს მინუსი წევრები და რადგანაც დადებით წევრები არის, ამიტომ ჩვენი ნიშნელიც 2 სტოლია დადებით. მოცემულია f(x) ფუნქცია ლუწი და პერიოდული ამავე დროს ფუნქცია, რომლის პერიოდი 2 სტოლია. 0-1 სეგმენტზე ეს ფუნქცია ემთხვევა აი ამ ფუნქციის გრაფიკს. იპოვოთ f-ი 1.5-ზე რას იქნება. ესე იგი ფუნქცია არის ლუწი, ნიშნავს რომ რაც მარჯვენა მხარესა, იგივეა მარცხენა მხარეს პეპლისებურად, ესე იგი ერთნაირია გრაფიკი. და პერიოდი 2-ა, ყოველ 2-ში იმეორებს ფუნქცია თავის გრაფიკი მეორდება. თავის მნიშვნელობებს იმეორებს. ნახოთ ახლა ესე იგი 0-1 სეგმენტში ეს გრაფიკი ავაგოთ. ცადოთ. როცა x-ი არის 0 სტოლი, გვექნება -1 კუბში არის -1, 2-ჯერ -1 არის -2. როცა x-ი 0 იყო, 2 სტოლი -2 სტოლია y. როცა x-ი 1 სტოლია, მაშინ 0 სტოლია. აქ არის. ავიღოთ ნახევარი 1/2 ავიღოთ. 1/2-ში 1/2-1 არის -1/2, კუბში არის -1/2, განვალებული 2-ზე -1/4. იქნება -1/4, აი აქ. ნუ ესეთი გრაფიკია დაახლოებით 0-1 სეგმენტში. რადგანაც ესე იგი ეს არის ლუწი ფუნქცია, იგივე მეორდება აი აქაც. ესე იგი ფუნქცია x-ებზე მიიღებს, მინუსებზეც მიიღებს y იგივე მნიშვნელობებს. ეს უკვე 2-ია, ანუ გამოდის რომ ყოველ 2-ში ის მეორდება, მეორებს აი ამას ფუნქციას და ესეთი გრაფიკი გვექნება. ახლა ჩვენ გვაინტერესებს რას უდრის მისი მნიშვნელობა 1.5. აი 1.5 მისი მნიშვნელობა ყველგან მეორდება. ანუ აქ მეორდება მისი მნიშვნელობები. რადგანაც პერიოდი 2 სტოლი იყო, მაშინ f-ი 1.5-ზე იგივეა, რაც f-ი 1.5 მივუმოწოთ ან გამოვაკლოთ 2-ჯერ n. ჩვენ ახლა 2 გამოვაკლოთ ასე, იმიტომ ამ სეკვეთში გვინდა თითქოს ვიპოვოთ. გვექნება f-ი -0.5-ზე, მაგრამ -0.5-ზე იგივე 0.5-ზე იყო იგი f-ი 0.5-ზე, ანუ 1/2-ზე ის -1/4 სტოლი იყო. -1/4-ია პასუხი. ტოლფერ და მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა მდებარეობს მოცემულ სიბრტყეში. ამ სამკუთხედის მართი კუთხის წვეროდან, ესა მართი კუთხე, სიბრტყემდე მანძილი 2-ჯერ ნაკლებია კათეტის სიგრძეზე. კათეტები ტოლფერდა იყო და ანუ ორივე ტოლია. ეს თუ x-ია, 2x-ია. იპოვეთ მოცემული სამკუთხედითა და ამ P სიბრტყით შედგენილი ორწახნაგა კუთხის სიდიდე. ესე იგი ეს მანძილი უკვე დაშვებული გქონდა მართვები და ეს რადგანაც ტოლფერდა სამკუთხედია, შუაში მოხდება ეს წერტილი, გეგმილი, ეს არის დახრილი და მათ შორის კუთხე უნდა ვიპოვოთ ჩვენ. ესე იგი ეს რა თქმა უნდა თუ 2x-ია და 2x-ია ტოლფერდაში, მაშინ ჰიპოტენუზა 2x P-ორიდან იქნება. გარდა ამისა, ეს არის მედიანა, ასევე მართი კუთხიდან დაშვებული მედიანა, რომელიც აი ამის ნახევარია. ეს იქნება x P-2-დან. და რა მივიღეთ? მართკუთხა სამკუთხედში კათეტი x-ია, ჰიპოტენუზა x P-2-დან. ანუ მეორე კათეტიც ყოფილა x და ის ტოლფერდა სამკუთხედია და კუთხეები 45 გრადუსის ტოლია. შესაბამისად, სიბრტყეს და სამკუთხედს შორის ორწახნაგა კუთხის სიდიდე იქნება 45 გრადუსის ტოლი. 40 სტუდენტიდან თითოეული მონაწილეობას იღებს მათემატიკის, ფიზიკის და ქიმიის წრეებიდან ერთში მაინც. ცნობილია, რომ მათემატიკის წრეში მონაწილეობს ზუსტად 25 სტუდენტი, ფიზიკაში 20, ქიმიაში 15. ზუსტად 5 სტუდენტი იღებს მონაწილეობას სამივე წრეში. ნუ სამივე წრეში პირდაპირ აქვე ჩავწერთ 5 იღებს მონაწილეობას. რამდენი სტუდენტი იღებს მონაწილეობას ზუსტად 2 წრეში. ანუ აი ესენი გვაინტერესებს, აი აქ მათი რაოდენობა. ესე იგი სულ მონაწილეობენ, ჩავწერთ 25-ს, ვუმატებთ 20-ს, ვუმატებთ 15-ს. მაგრამ როცა დავითვალეთ ჩვენ ეს და ეს, აქ საერთო რაც იყო 2, ეხა 2-ჯერ გავიმეორეთ, ამიტომ აი ამას 1-ს გამოვაკლებთ. ისევე აქაც 1-ს ამას გამოვაკლებთ და აქაც 2-ჯერ იყო 1-ს ამას გამოვაკლებთ. ანუ ჩვენ ამას თუ დავარქმევთ x-ი, y-ი და z-ი, ამას ვაკლებთ x+ y+ z-ს.
ასევე ეს ჩვენ დავითვალეთ 3-ჯერ, მაგრამ 1 გვინდა. აქ ხომ 2-ჯერ დავითვალეთ და 1 დავიტოვეთ. თითო გამოვაკელით. აქ ეს 3-ჯერაა დათვლილი და 2 უნდა გამოვაკლოთ. ან 2-ჯერ 5 უნდა 10 გამოვაკლოთ. 2-ჯერ 5 გამოვაკლოთ და ეს არის 40 სტუდენტი. ეხლა ნახოთ აქ რამდენია, ეს არის 40, 60. 60 გამოვაკლოთ 10, 50. ანუ x პლუს y პლუს z ყოფილა 10. ხომ 10 ყოფილა 60 გამოვაკლოთ 10, გამოვაკლოთ 10 იქნება 40. აი კიდევ ეს სრულიად ასე ვთქვათ, მერვე კლასის უბრალოდ ერთი ფორმულის ცოდნა საჭირო, ძალიან მარტივი საკითხი. ესე იგი, წრეწირის გარეთ მდებარე წერტილიდან გავლებულია ხები და მკვეთი. ხები კვეთს ეხება წერტილში, ხოლო მკვეთი a და b-ში კვეთს. ეს არის 8 ტოლი, ესა 4, სულ უნდა იყოს AB. ჩვეულებრივი ფორმულა არის ამის კვადრატი უდრის კვეთის გარეთ ნაწილი გამრავლებული მთელ კვეთზე. ანუ 8 უდრის 4 გამრავლებული, 8 კვადრატი უდრის 4 გამრავლებული, ეს რამდენია? ეს x იყოს თქვათ და x დამატებული 4-ზე. გავყოთ 4-ზე 64-ია, 16 უდრის x პლუს 4 და x უდრის 12-ზე. აი ეს კიდევ ესეც მოტივი ამცანა, აქაც უბრალოდ ფორმულის ცოდნა საჭირო. კონუსის ფუძის რადიუსი 4 სანტიმეტრის ტოლია, მსახველი ცხვრის იპოვეთ ამ კონუსის, ესე იგი შლილი, ქვედითი ზედაპირის შლილის ცენტრალური კუთხე რადიანებში. შლილის დროს ეს მსახველი გადაიქცევა ამის რადიუსად, ანუ ეს 9 არის. და იმის ფორმულა, ესე იგი აი კალის ფორმულა გამოითვლება, სიგრძე L უდრის, ესე იგი ამისი R გამრავლებული A რადიანზე. R-ს აქ ჩავთვალოთ ესა. ნუ ამას დავაწეროთ R1, რომელიც ჩვენთან აქ L იყო და ამას დავაწეროთ R. L რა არის? L სიგრძეა იმისი, რომელიც გავშალოთ, ანუ წრის სიგრძე იქნება 2π გამრავლებული ამ R-ზე 4-ზე. ეს R კი 9 გამრავლებული ჩვენს საპონ A რადიანზე, საიდანაც A უდრის 8/9 π. მოცემულია ფუნქცია და მის უმცირეს მნიშვნელობამ დავიპოვოთ, უცნობია, ამ ფუნქციის გრაფიკი გადის, ესე იგი 1-8 წერტილზე და მისი სიმეტრიის ღერძი არის x უდრის 2/b. თუ სიმეტრიის ღერძი x უდრის 2/b, მაშინ წვერო მდებარეობს აი ამ ღერძზე სადღაც. და თვალსაჩინო ამ 1-8-ს ექნება მისი სიმეტრიული წერტილი 3-8. აი აქ იქნება სიმეტრიული წერტილი. ესე იგი x0 არის 2 ტოლი. იმიტომ რომ წვერო სადღაც აქ მდებარეობს. სადღაც. თუ x0 2 ტოლია, ფორმულით ის არის -12 შეფარდებული 2a-თან, ან 6 შეფარდებული a-თან, a გამოვიდა 3 ტოლი. ეხლა c გვინდა ვიპოვოთ. ეს 1-8 წერტილი გამოვიყენოთ განტოლებაში, რომელიც ეხლა ასე გადმოვწეროთ, ესე იგი ფუნქცია f(x) უდრის 3x კვადრატს minus 12x plus c და ეს 1-8 წერტილი გამოვიყენოთ. 8 არის ფუნქცია y უდრის 1, 3-ჯერ 1 არის 3, 12-ჯერ 1 12 დამატებული 1 ჩავსვით, ხო? დამატებული c. ხო, ესე იგი, საიდანაც თორემ გადავაოცვი და c გამოვიდა 17 ტოლი. მაშინ უკვე შეგვიძლია ვიპოვოთ ფუნქციის მნიშვნელობა 2 წერტილში, ანუ f2-ისა უნდა გვეპოვა ფუნქციის უმცირესი მნიშვნელობა და ის სადღაც აქ არის მის მნიშვნელობა წვეროში იქნება 3-ჯერ 2-ის კვადრატი, ანუ 12. 12-ჯერ 2 24. ეს კი 17-ია, დავუმატოთ 17. -12 პლუს 17 5 ტოლია. ესე იგი, OXY საგრძნო სიგრძეზე მოცემულია OAB ბლაკკუთხა სამკუთხედს, რაც A წერტილი მდებარეობს პირველ საკადრო მეოთხედში, ხოლო B წერტილი მდებარეობს OX ღერძზე. ცნობილია, რომ ესენი AB 7 ტოლია, OA 8 ტოლია, კუთხე AOB 60-ის და უნდა ვიპოვოთ ფართობი ამ სამკუთხედს. აქ ნახაზის შედგენა არის საყურადღებო, იმიტომ რომ თუ OA-ს ჩვენ 8-ს ავიღებთ,
მასზე პატარა მონაკვეთი, ესე იგი, ამ ღერძზე რომ მოხდეს არ გამოდის, მაშინ აქეთ მოხდება, x ღერძის, ესე იგი, დადებითი მიმართულებაზე მოხდება. მაგრამ ეს უფრო ვიყოთ, აი ნახეთ 8 რისტოლი. მასზე გრძელი 7, ესე იგი 7 რომ გამოვიდეს, რაც შეიძლება აქეთ უნდა შემოვიდეს, არა, ესეთი დაახლოებით, ესეთი სამკუთხედი უნდა გამოგვივიდეს, რომ ბლაგვი იყოს. აი აქ გამოვა ბლაგვი კუთხე. დავაწერთ ახლა A და B. ეს 8, ეს 7. ეს არის 60 გრადუსი. და უნდა ვიპოვოთ ახლა და მოდი დავუშვათ ჩვენ აქ სიმაღლე, ესე. დავუშვათ სიმაღლე, ესე 7 ტოლი. იმიტომ რომ გამოგვადგება აქ 60 გრადუსია, ეს იქნება 30 გრადუსი, 30 გრადუსი და ეს კათეტი 8.5-ია, ანუ 4 ტოლია ეს კათეტი. 4 ტოლია მთლიანად, აი აქედან აქამდე. ეს თუ 8 და ეს 4-ია, ეს იქნება 4 ფესვის 3-დან. 4 ფესვის 3-დან. ფესვი 3-დან. ეს არის 4, აქ არის აქამდეა 4 და ჩვენ გვინდა ფუძე რომ ვიპოვოთ, ეს პატარა ნაკვეთი უნდა ვიპოვოთ. ახლა ამ მარტივ სამკუთხედში, ესე იგი ეს ვიცით და ჰიპოტენუზა. ამიტომ ეს ნაკვეთი x იქნება რა? x უდრის კვადრატული ფესი 7-ის კვადრატთან 59-ს გამოვაკლოთ 48. ეს 1 ტოლია. ამიტომ ეს 1 ტოლია, დარჩენილი ნაწილის 3 გამოვიდა და სამკუთხედის ფართობი გამოვიდა რა? 1/2 ფუძე 3-ია, სიმაღლე 4 ფესვი 3-ია და საბოლოოდ 6 ფესვი 3 არის სამკუთხედის ფართობი. მე-40 ამოცანაში საწარმოში 2 სხვადასხვა სიმძლავრის დანადგარი ერთობლივი მუშაობით 400 კილოგრამ ჩირს 10 საათში ამზადებს ერთობლივად ორივე. ტექნიკური გაუმჯობესების შემდეგ პირველი დანადგარის პროდუქტიულობა 1 საათში დამზადებული ჩირის მასის რაოდენობა გაიზარდა 25%-ით, ხოლო ტექნიკური წუნის გამო მეორე დანადგარის პროდუქტიულობა შემცირდა 10%-ით. ამ ცვლილებების შემდეგ ორივე დანადგარმა ერთად 12 საათში 558 კილოგრამი ჩირი დაამზადა. რამდენი კილოგრამი ჩირის ამზადებდა თითოეული დანადგარი 1 საათში თავდაპირველად. ანუ 1 საათში ორივე მუშაობდა x + y რაოდენობას აკეთებდა. ხოლო 10 საათში 400 კილოგრამი ჩირი გააკეთეს. შემდეგ, რადგანაც გაიზარდა ამის პროდუქტიულობა 25%-ით, ანუ ის გახდა 1.25x. 1.25x, ეს კი შემცირდა 10%, ანუ გახდა 0.9. 0.9y და 12 საათში მათ 552 კილოგრამი დაამზადეს. სისტემა მოხსნათ. აქ ორივე მხარე აქცია გავყოთ, გვექნება x + y უდრის 40. ესეც იყოფა, არის 72, არა. გავყოთ 1.25x დამატებული 0.9y უდრის 40 ჩაეტევა 4-ჯერ. ეს არის 48, გავყოთ 552, გავყოთ 12-ზე 4-ჯერ 48. 7, 72-ში ჩაეტევა 6-ჯერ 46. 46. აქ 100-ზე გავამრავლოთ, გვექნება 125x დამატებული 90y უდრის 4600-ს და აქ 90-ზე გავამრავლოთ, რომ y ამოვიდოს ყველაფერი, ანუ 90x დამატებული 90y უდრის 3600. შემდეგ მეორეს პირველი გამოვაკლოთ, გვექნება 125-ს გამოკლებული იქნება 35x უდრის 1000 და x უდრის 1025. 5-ზე გავყოთ, იქნება 207. ნუ გავყოთ ახლა ესეც გვექნება 20-ში 7 ჩაეტევა 2-ჯერ, შემდეგ ჩაეტევა 8-ჯერ და 4/7. 4/4. მათი ჯამი კი 40 იყო, ანუ y გამოვიდა 11.3/7.
აი ამზე მუშაობდნენ ისინი თავდაპირველად ამდე სამზადებდნენ საათში. M პარამეტრის ყველა მნიშვნელობისთვის, რომლებსაც აი ამ კვადრატულ განტოლებას აქვს ორი ნამდვილი ერთმანეთზე განსხვავებული ამონახსნი, აქვს ესე იგივე, გამოთვალეს ამ ამონახსნების კვადრატების ჯამი, იპოვეთ ამ ჯამის შესაძლო უდიდესი მნიშვნელობა, უნდა იპოვოთ მაქსიმუმი, ესე იგი აი ამ ჯამის. რადგანაც ორი განსხვავებული ნამდვილი ამონახსნი აქვს, რომ დისკრიმინანტი მკაცრად მეტია 0-ზე და ჩავწერთ დისკრიმინანტს არის, ესე იგი ჩვენთვის b ეს არის c. აქ ერთის ტოლია, ანუ d უდრის m-3-ის კვადრატს, გამოვაკოთ 4 გამრავლებულ m კვადრატს პლუს 3m პლუს 2. გავხსნათ ჩხილები, გვექნება m კვადრატს მინუს 6m პლუს 9 მინუს 4m კვადრატი მინუს 12m მინუს 8. გვექნება მინუს 3m კვადრატი მინუს 6 მინუს 12 მინუს 18m და პლუს 1. ეს მეტია 0-ზე. მინუსზე გავამრავლოთ, გვექნება 3m კვადრატს პლუს 18m მინუს 1 უკვე ნაკლებია 0-ზე. d მე-4-ით ამოვხსნათ, d მე-4 არის 3-ის ნახევარის კვადრატი არის 91, დამატებული 3 არის 84, m1 არის მინუს 9 პლუს ფესი 84-დან შეფარდებული 3-თან, m1 და m2 არის პლუს მინუს, ესე დავწეროთ, მაგრამ ეხლა ჩავწეროთ ეს შემდეგნაირად. x1-ის კვადრატს პლუს x2-ის კვადრატი. კვადრატში. ესე იგი, ეს არის, ესე იგი, შემოკლებული განვალების ფორმულა, სადაც აკლია 2x1, x2, ხო? ეხლა ეს რომ ესე ჩავწეროთ, ეს უდრის x1 პლუს x2 კვადრატში, გამოვაკოთ 2x1, x2. ვიღებთ იგივეს. მაგრამ ვიეტას თეორემით ჯამი x1 და x2-ის არის, აი ეს კოეფიციენტი მინუსით. კვადრატში თუ ავიღოთ, გვექნება m-3 კვადრატში. ხოლო ფესვების ნამრავლი კიდე c კოეფიციენტია, ანუ გვექნება 2 გამრავლებული ამ ყველაფერზე, თან 2-ზე გავამრავლებთ. 2m კვადრატი პლუს, აქ მინუსი გვაქვს, დავწეროთ ბარემ რეალში გუშალოს, პლუს 3m პლუს 2. უდრის გავხსნათ ჩხილები m-6m პლუს 9 გამოკლებული 2m კვადრატში, გამოკლებული 6m, გამოვაკლოთ 4. მე მგონი სწორადზე, მინუს 6 მინუს 12, გვექნება, ესე იგი, მინუს m კვადრატი, მინუს 12m და პლუს 5. ეხლა, აი ამისი x0 ვიტყოთ, ეს ფუნქცია გადმოვიწევთ აქ როგორც ფუნქცია. გვექნება f-ი m-ისა არის მინუს m კვადრატს მინუს 12m პლუს 5. და გვინდა აი ამისი 0 ვიპოვოთ, ესე იგი, რადგანაც გვინდა მაქსიმალური მნიშვნელობა, ამიტომ ამისი მაქსიმალური მნიშვნელობა, რადგანაც მინუსი აქვს, ასე შტოები ქვემოთ ექნება და მაქსიმალური მნიშვნელობა ექნება წვეროში. ჯერ ვიპოვოთ m0, ეს არის მინუს 12 შეფარდებული მინუს 2-თან, გვექნება მინუს 6. ეხლა ვამოწევთ, ეს არის თუ არა ამ ჩვენ შუალედში შესული. მოდი პარემ ცალ-ცალკე დავწერ 1 და 2 ისევ ჯობია. m2 არის მინუს 9 მინუს ფესი 84-დან შეფარდებული 3-თან. ესენი არის დაახლოებით, ეს არის მინუს 6.05, ეს არის მინუს 6.05, ეს კიდე არის 0.16. ანუ მინუს 6 არის აქედან აქამდე შუალედში, თავსთან, ანუ გვაკმაყოფილებს. მაშინ ვიპოვეთ ფუნქციის მნიშვნელობას მინუს 6-ზე და გვექნება მინუს 36 პლუს 72 პლუს 5 მინუს 36 იქნება 16-ს დამატებული 5, ეს არის 41 არის მის პასუხი.